Am live-ში მინდა ვისაუბრო იმ ჩემი ცოდნის და გამოცდილების შესახებ, რაც მომდინარეობს იქიდან, რომ მე პირველი განათლებით ვარ მუსიკოსი. და ჩემი, ასე ვთქვათ, მუსიკალური კარიერა და მუსიკალური პროფესიული ცხოვრება საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ეხლაც ვაგრძელებ, რა თქმა უნდა, მუსიკა არ არის, რაც გაქრება ადამიანის ცხოვრებიდან, თუმცა იყო დაახლოებით 15-20 წელიწადი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მუსიკა იყო მთავარი პროფესია ჩემთვის. და მაშინ მთლიანად შიგნით ვიყავი, კონსერვატორიები მაქვს დამთავრებული, კონცერტებს უკრავდი, სოლო კონცერტები მაქვს დაკრული, საქართველოში მის ფარგლებს გარეთ, პარიზში მაქვს სოლო კონცერტები დაკრული. საკმაოდ ისეთი, ასე ვთქვათ, ფართო კარიერა მქონდა. იქ კონკურსებზე ვმონაწილეობდი, ვიმარჯვებდი, სტიპენდიები, რაღაც მიწვევები, მოწვევები, ფესტივალები. ჩვეულებრივ მუსიკოსის ცხოვრებით ვცხოვრობდი. უკრავდი ფლეიტაზე, ეხაც უკრავ ხოლმე, შეიძლება, რა ვიცი, ზოგიერთ თქვენგანს მოусმენია. ანსამბლები, ჯგუფები, რა ვიცი, აი სრული, ასე ვთქვათ, დატვირთვით ვიყავი მუსიკოსი. და ძალიან დიდხანს, დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი, რომ დავიწყე დაკვრა და სადღაც ესე 30 წლის ვიყავი, როდესაც შევანელე და სხვა პროფესიაც ფსიქოთერაპიებით ძალიან დავინტერესდი, პარალელურად ყოველთვის მაინტერესებდა, კონსერვატორიაშიც რო სწავლობდი, იქაც მაინტერესებდა და იქ გავიცანი სხვათა შორის პირველად ჩემი არაჩვეულებრივი მასწავლებელი თეა გოგოტიშვილი, რომელიც იქ ასწავლიდა ფსიქოლოგიას. იმიტომ რომ სადღაც გულის გულში და გულის ყუნჭულში ყველა მიცის, რომ ფსიქოლოგია არის ისეთი ცოდნა და ისეთი სფერო, რომელიც ყველა სხვა პროფესიას სჭირდება. ამის გარეშე პროფესია არ არსებობს, მათ შორის არც მუსიკა. ეხლა მე მინდა უკვე გითხრათ ჩემი დღევანდელი გადმოსახედით, როდესაც ვარ გეშტალტ ფსიქოთერაპევტი. და ასევე გარდა იმისა, რომ გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ვარ პროფესიულად და ამაში მოღვაწეობ ეხლა სრული დატვირთვით, მე სხვა სკოლებიც მაინტერესებს და ყოველდღიურად ვეცნობი. ფსიქოანალიზსაც ვეცნობი, ჰუმანისტურ თეორიებსაც ვეცნობი, ახალ რაღაცებს ვეცნობი, ნეირომედიცინას, ანუ ფსიქოლოგიის კუთხით გარდა ჩემი პროფესიული მოღვაწეობისა, სამოყვარულოთაც ძალიან ბევრ სკოლას ვიცნობ და ვეცნობი რა. ჩემთვის ძალიან საინტერესო სფეროა და ეხლა როდესაც აი ეს გამოცდილება მაქვს, რომ აი ფსიქოლოგიაც ჩემთვის უკვე გახდა ისეთივე პროფესია, როგორც იყო ადრე მუსიკოსობა. ეხლა ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა იმ ხალხისთვის, ვინც არის დღეს მუსიკალურ სფეროში, ხელოვნების სხვა სფეროებში. ამ გამოცდილებით, რაც ეხლა მაქვს, ვფიქრობ, რომ ესეთი ჯვარედინი გამოცდილება საკმაოდ იშვიათია. და შესაძლოა აბსოლუტურად სხვა პრიზმა და გადასახედი შემოგთავაზოთ ეხლა ამ ლაივში. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, როგორც ხელოვანი, ყველა ადამიანი უნდა შედგეს ხელოვანად. შეიძლება ხელოვანი იყოს პირდაპირი მნიშვნელობით, მუსიკოსი, მხატვარი, არ ვიცი, მოცეკვავე თუ ასე შემდეგ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, რანაირადაც არ უნდა ცხოვრობდე, ცხოვრების ხელოვანება მაინც მნიშვნელოვანია. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ისე, რომ იყოს ხელოვანი ცხოვრების და მისი სიცოცხლე იყოს მის საკუთარ ხელოვნების ნიმუშად ქცეული, რომელიც მან შექმნა და მან ჩაიფიქრა და რეჟისორია და მთავარი გმირია. ან შესაძლოა ცხოვრობდეს სოციალური წესებითა და ნორმებით დადგენილ რაღაცა გაწერილ ცხოვრებას, რომელსაც ხელოვნებასთან არაფერი საერთო არ აქვს. და აი ახლა ეს ნორმა და გაწერა და დაგეგმვა რო ვახსენე, მინდა გითხრათ, რომ აი ეს სოციალური ცხოვრების ნორმა, წესები, რაღაცა გაწერა და ასე შემდეგ, ასეთივენაირად არის შეჭრილი წმინდა ხელოვნების სფეროებშიც, როგორც არის მუსიკა, მხატვრობა, ცეკვა, კომპოზიცია, არ ვიცი, რაც გნებათ. და როგორ არის ეხა შეჭრილი, ნახეთ, ეხა რაშია საქმე. წესით ეხა ხელოვანი, მუსიკოსი, მხატვარი, არ ვიცი, მწერალი და ასე შემდეგ, არ არის ის პროფესიები, რომელიც სოციალურ ნორმებს და წესებს უნდა მიყვებოდეს. პირიქით, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ინდივიდი დაიბადა, ხო? ინდივიდი წარმოიქმნა, პიროვნული მე შეიქმნა და ის ეხლა ქმნის, შემოქმედებით პროცესშია ჩართული და ამისი ალტერნატივა არის რაღაცა სოციალური წესებით და ნორმებით ცხოვრება, ხო?
მინდა გითხრათ, რომ სპორტიც ხელოვნება არის. აი რა მომენტიდანაც სპორტსმენი თავს გრძნობს შემოქმედად, იმ მომენტიდან იწყება მისი სპორტული წარმატებები. იმიტომ რომ ის სპორტს უკვე ისე კი აღარ უყურებს, რომ ნორმატივები ჩააბარა, არამედ ისიამოვნა სპორტით. ნახე, თავი გამოხატა სპორტით. საბრძოლო ხელოვნებები პირდაპირ ქვია, ნახე, საბრძოლო ხელოვნება და ასე შემდეგ. და ახლა რა ხდება ჩვენს კონსერვატორიაში, კონკრეტულად საქართველოს კონსერვატორიაზე ვილაპარაკებ. აქ შესავლის სახით ვიტყვი, რომ არის საქართველოს კონსერვატორიაში, თბილისის კონსერვატორიაში გამონაკლისები, მაგრამ ძირითად საკითხებს საუბრობ და გამონაკლის ხალხს წინასწარ ბოდიშსუხდი რებიც უნდა ვისაუბრო, იმიტომ რომ საკმაოდ კრიტიკული ვიქნები. ეხლა რა ხდება ჩვენს თბილისის კონსერვატორიაში და სხვათა შორის, პარიზის კონსერვატორიასაც კარგად ვიცნობ და იქაც საკმაოდ ასეა, თუმცა ნაკლებად. ეხლა რა ხდება? ესე იგი, გაწერილი არის რაღაცა ნორმატივები, რომ ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს. ეს მასწავლებლები, რომლებიც იქ არიან, თვითონ არიან მუსიკოსები და ეხლა ნახეთ უკვე თავშივე ჩვენ ფსიქოლოგიიდან ვიცით, რომ წარმოიშვება აქ როლების კონფლიქტი. ანუ ადამიანი თვითონ არის მუსიკოსი და მას ძალიან დიდი ცნობიერება ჭირდება და ამას ყველა ვერ მიაღწევს, რომ თვითონ რო არის მუსიკოსი, აღზარდოს სხვა მუსიკოსი, ისე რომ კონკურენცია არ იგრძნოს. ეს ძალიან ძნელია. ამის გაკეთებას ძალიან მაღალი ცნობიერება ჭირდება და ძალიან ცოტა აღწევს ამას. და ამიტომაც ეხლა თავიდანვე ველი ადამიანის, როდესაც ის არის მუსიკოსი, ან არ ვიცი, მხატვარი თუ ვინც გნებავთ და ხელოვანი ყავს წინამძღოლი, არის დამძიმებული კონკურენციის გრძნობით. ადამიანურია ძალიან ეს, ხო, რომ ეს ხელოვანია ეხლა და უცებ მოვიდა მოსწავლე, რომელიც გადაპენტილია ნიჭით. და ეხლა აღსანიშნავია ისიც, რომ მამაჩემიც ძალიან კრიტიკული იყო ამაში, მამაჩემი თეატრცოდნე იყო და თეატრის სფეროში იყო და ისიც ხელოვნების ის არის, ხო? გაგანია ხელოვნების სფეროა და აღსანიშნავია, რომ მამაჩემი ამბობდა, რომ ხალხი, ვინც მასწავლებელი გახდა, დიდი ალბათობით ვერ შედგა თავის პროფესიაში. და ამიტომაც გახდა მასწავლებელი, სხვა გზა რო არ ქონდა. ყოველთვის ასე არ არის. ზოგჯერ მასწავლებელი კიდე სხვა შთაგონებით იბადება. მაგრამ ძირითადად ასეა, რომ აი რა ვიცი, ისწავლა დაკვრა, ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა, დიდი ალბათობით იყო ნიჭიერი, მაგრამ მიყვებოდა ნორმატივებს, იმას, რასაც კონსერვატორია უწესებდა, არ ვიცი, ნიჭიერთა აწლედი უწესებდა, იქ რაღა ეს უნდა დაუკრა, ის უნდა დაუკრა, ესე უნდა დაუკრა, ისე უნდა დაუკრა, უსმენდა იმ ჟიურის და იმ ხალხს, ვინც მას უკავშირს აძლევდნენ პროფესიულს და ისინი ყველანი მუსიკოსები არიან, ეს არის აღსანიშნავი და ეხლა თუ შენიშნავთ, რომ ერთი ძალიან დიდი პრობლემა ამაში არის, რომ ესენი ყველანი არიან მუსიკოსები. მუსიკა არ იწერება მუსიკოსებისთვის. მუსიკა არ სრულდება მუსიკოსებისთვის. ყველა ხელოვნება აბსოლუტურად იწერება ხალხისთვის. ხელოვნება იქნება იმისთვის, რომ ხალხმა, ადამიანებმა შეიგრძნონ კათარსისი და ტკბობა ხელოვნებით. და არა იმისთვის, რომ ერთმა მუსიკოსმა მეორეს ტაში დაუკრას. ეს არის ბუშტი. ბუშტის მდგომარეობა, რაღაცა ჩაკეტილი სისტემა და სივრცე, ეს ჩასაფრებული ხალხი ზის, ერთმანეთთან კონკურენციის განცდით გაუცნობიერებლად შეპყრობილები და ნიჭი თუ სადმე დაინახეს, პირველი რაც მე მინახავს და ეხლა ხმამაღლა გავაშღერებ, არის ამ ნიჭის მიმართ საშინელი განადგურების მცდელობა. მე მინახავს მაგალითად, რომ პატარა ბავშვები, რომლებიც ნიჭით არიან ხოლმე სავსე, ისეთი საშინელი კრიტიკის ქარცეცხლში გაუტარებიათ, რომ მუხლე ბაკალებულები ადიან სცენაზე, რომელ გახსნაზეა საერთოდ ლაპარაკი და რა მუსიკალურ თვითრეალიზაციაზეა საუბარი, როდესაც ასეთი წნეხია, ხო, ფსიქოლოგიური და რაღაც უნიჭო, სმენა შენ არა გაქვს, პროფნიგოდნი ხარ, ანუ პროფესიულად გამოუსადეგი, ინსტრუმენტი უნდა გადააგდო საერთოდ, რას გავს, ან ეს რას გავს, ან ის რას გავს, აი ესე ესაუბრებიან პარალელურად, როდესაც ეს ადამიანი, არ ვიცი, ეს ბავშვი უკრავს, არ ვიცი, მოცარტს, არ ვიცი, ბახს, არ ვიცი, შეცდომას უშვებს, ეს კიდე ცალკე ამბავია, შეცდომა დაუშვა, ვაიმე შეცდომა დაუშვა და გამენ ამაზე ძალიან დიდ დრამებს. მე ეს მასწავლებლები ესე განიცდიან, რომ მე თვითონ ხო უნიჭო ვარ და ეხლა ვაზვიადებ, რა თქმა უნდა, მე ხო უნიჭო ვარ და ვერ მივახციე იმას, რაც მინდოდა ჩემს პროფესიაში და ახლა კიდე ჩემი მოსწავლეც ვერ უკრავს და ეს თლად კატასტროფაა, იქ ხალხი მისმენენ და მოკლედ არის დიდი Vanity Fair. ანუ ეგოების დატოლების ძალიან დიდი ზეიმი, რაღაცა ჩაკეტილი სივრცე
ერთმანეთს ეს მუსიკოსები ეტყვიან, რომ აი დღეს შენი ფრულატო ძალიან ისეთი იყო, რა ქვია, დახვეწილი და სენსიტიური იყო და აი შენი ხელის მოძრაობა იყო ძალიან ესეთი, რა ქვია, შთამაგონებელი და როგორ გითხრათ და ცოტა რომ სიმართლე რომ გითხრათ იმაში, რა ქვია, ამას იუმორისტულ ჟანრში გადადის ეს ყველაფერი რა. მე ასევე ვუყურებ ხოლმე ქართველებს, რომლებიც გულშემატკივრობენ ქართველ მუსიკოსებს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში და ერთი იცით რა გამოარჩევს აი ქართველებს ძალიან მაგრად ამ კონკურსებზე და ნუ ეხა ნიჭიერები რო ვართ მუსიკაში, მან დორი აზრი არ არის ხო, მაგრამ ძალიან მანერულები ვართ. საოცრად მანერულები, ანუ ქართველი ადამიანს ისე ასწავლიან კონსერვატორიაში დაკვრას, რომ აი ყველა ბგერა უნდა იყოს რაღაცა, არ ვიცი, აი რაღაც მოვარაყებული და მოჩუქურთმებული და თითოეული ემოცია უნდა დაიბადოს და ეს თუ არ დაიბადა და რო იბადება ეს ემოცია, ისეთი ფორმა უნდა მიიღოს სხეულებრივი, რომ აი იესო ქრისტე ჩამოვიდა ციდან რა. და აი ამ მანერულობაში არიან თავით არ ვიცი, აი გაჩხერილები და ეს უკვე რაღაც დონეზე არის სასაცილო. ბუტაფორია არის და აქ არაფერი ხელოვნებას დღე არ გაუთენებია თუ ღამე არ გაუთენებია თუ რაც გნევოთ ის დაარქვით რა. ხო და მერე არის ხოლმე ესეთი სიტუაციები, რომ ეს ჟიური, არ ვიცი, საერთაშორისო კონკურსის ამის თუ იმის, ნუ ვიღაცას მისცემს პრიზს, ხშირად ხდება ეს, ვიღაცა სხვას. ნუ ხანდახან ქართველებსაც აძლევს, იმიტომ რომ თვითონ ეს კონკურსებიც ეგეთი ჩაკეტილი ბუშტი არის. აი მითხარით ახლა აი იმ ხალხმა ვინც პირობითად არ არის კლასიკურ მუსიკასთან ახლოს ხო რომელი კლასიკური მუსიკის კონცერტის ან ის კონკურსის გამარჯვებული იცით თუ ვიღაცა იცით რის გამო იცით იმიტომ რომ მოცარტი ესე და ესე დაუკრა ან ბახი ისე და ისე დაუკრა თუ რაღაცა სხვა რამის გამო იცით ვინ არის აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ხო და ჰამლეტ გონაშვილი რის გამო იცით ჰამლეტ გონაშვილმა კონკურსი მოიგო რამე მე არ ვიცი ამის შესახებ. მოიცა ჰამლეტ გონაშვილს კონსერვატორია დამთავრებული ქონდა? საერთოდ არ ვიცი. არ ვფლობ ამ ინფორმაციას. ეხლა შემიძლია ინტერნეტში შევიდე მოვძებნო. მაგრამ ასზე არა ვარ. კონსერვატორია დაამთავრა გონაშვილმა? არ დაამთავრებია? წარმოდგენა არა მაქვს. ასევე რა იცით ეხლა რომელი კონკურსი მოიგო მაგალითად პაგანინიმ? ან რომელი კონსერვატორია დაამთავრა? მე არც ერთი არ ვიცი. მაგრამ პაგანინი ვიცი. ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც რა თქმა უნდა მალავენ ჩვენ დღეს არსებული ხელოვნების სისტემები, იმიტომ რომ ეს რო ეხა გააჟღერო, მე ვიღა ჩააბარებს კონსერვატორიაში და ვიღა გადაიხდის იმ გადასახადებს და ხელფასების აწავა და ასე შემდეგ. ხედავთ? ანუ რაღაცა საბუღალტრო ანგარიშწორებების ბაზაზეა აგებული მთელი კონსერვატორიების სკოლები და სასწავლებლები. ნუ ეხლა მე ერთ მხარეზე ვსაუბრობ, რომელიც არის უშნო მხარე. ლამაზ მხარეზეც აუცილებლად ვისაუბრებ. მე ცალმხრივი გაშლა თემისა არ მახასიათებს და არ მომწონს. ადრინდელი სკოლა არ იყო გარეგნულ ექსპრესიაზე ორიენტირებული. ვიკა, იცი როგორ არის, ნებისმიერი სკოლა შეიძლება გარეგანზე არ იყო ორიენტირებული, მაგრამ რაღაცაზე იყო ორიენტირებული. და აქვე მინდა გკითხოთ, დავინჩის თუ ქონდა დამთავრებული სამხატვრო აკადემია. რამდენად ფლობთ ამ ინფორმაციას? მე არ ვიცი. გაუნათლებელი ადამიანი ვარ შეიძლება. ამ ხრივ მაგრამ ზუსტად არ ვიცი და ყოველ შემთხვევაში ეს დავინჩის შემოქმედებასთან მიმართებით ჩემთვის მთავარი დაინტერესების საგანი არ არის რომელი კონსერვატორია დაამთავრა ან რომელი სამხატვრო აკადემია. ძაღლი მოვიდა და მიშლის ნერვებს აი. ხო ხო და ეხლა რა არის ხოლმე აქ პრობლემა რომ რა თქმა უნდა ეხლა ადამიანი რომ შეიგრძნობს თავის თავში ნიჭს იქნება ეს მუსიკის ნიჭი, ხატვის ნიჭი, ცეკვის ნიჭი, ხელოვნების სხვა სფეროს ნიჭი თუ რაც გინდათ ეხლა პირველი რას გააკეთებს ხო გაიხედა, გამოიხედა და ალბათ იფიქრებს რომ აი კონსერვატორია აი რაღაც არ ვიცი მუსიკალური სასწავლებელი ან სამხატვრო აკადემია და ამას ეხლა უყურებს ის როგორც პროექცირებს რა და უყურებს როგორც ისეთ ადგილს, სადაც ბევრ რამეს ისწავლის. და მას გაწვრთნიან და ისეთ რაღაცებს ასწავლიან, რაც მერე გამოადგება თავის ხელოვნებაში. ხო? ეს არის რასაც ის იფიქრებს, ბუნებრივია. მაგრამ სამწუხაროდ ვითარება არის უპირიქით. თუ კი მას დასაწყისში, როცა კონსერვატორიაში მივიდა ან სამხატვროში მივიდა, სადმე მივიდა, ქონდა ცოცხალი ალალი ნიჭი იქ რომ მივა ეხა იქ ნახე რა ხდება
შეხება რასთან ექნება, რომ ამ ნიჭის განვითარების ნაცვლად მას ეცდებიან, რომ ჩასვან რაღაცა შტამპში. დაშტამპულია. ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, ასე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს. ეს უნდები რომ მოესმინათ ჩვენს, არ ვიცი, გენიალურ კომპოზიტორებს თუ მხატვრებს და აუცილებელი არ არის თან გენიოსი იყოს ვინმე. აი ზოგჯერ რა ვიცი ქუჩაში გამივლია და მუსიკოსი დგას და ისეთ საინტერესო მუსიკას უკრავს ან მღერის, რომ ეს დამრჩა. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ იმ მუსიკოსისთვის, ვინც ეს გააკეთა, ეს საკმარისი თვითრეალიზაციაა. არ არის აუცილებელი ახლა რომ ყველა მუსიკოსს ჰქონდეს რაღაცა გენიალური მონაცემი, მაგრამ ნიჭი რო აქ უკვე სასიამოვნოა, უკვე შემოვიდა რაღაცა სიახლე. მაგრამ რა სიახლეზეა საუბარი ახლა? კონსერვატორიაში რაღაცა როგორ გითხრა, ნორმატივები უნდა შეასრულოს, უნდა მოისმინოს იმ ხალხის უკავშირი, რომელიც ჩაციებულია. ახლა ნახეთ რას, იმიტომ რომ ახლა კონსერვატორიის ვისა ვარ, ხო პროფესორი და ახლა რაღაცა ხო უნდა ვასწავლო ამ ადამიანს ჩემთან რომ მოვიდა. ანუ მევალება, ეს ის ვარიანტია რა. ექიმთან რომ მიხვალ რაღაცა რეცეპტი ხო უნდა გამოგიწეროს, ისე ხო არ გამოგიშვებს ექიმი, რომ შენ ჯანმრთელი ხარ, კარგად იყავიო. ამას რა ვიცი, ალბათ არ იტყვის რა. ურჩევნია რომ აი მოდი ეს ანალიზები ჩავიტაროთ, ეს ვქნათ, ის ვქნათ და თუ პატიოსანია, მე შეიძლება გითხრას, რომ არაფერი გჭირსო. მაგრამ თუ არ არის თლად პატიოსანი და იახტა აქვს საყიდელი, როგორც ჟაკ ფრესკო ამბობდა, თუ არ იცნობთ ჟაკ ფრესკოს გაეცანით, მაგ შემთხვევაში შეიძლება გითხრას, რომ აი საოპერაციო გაქვს ბრმანაწლავი. იმიტომ რომ ბრმანაწლავს რო ამოგჭრის, იდეაში არაფერი გიშავდება, მაგრამ თან ფულიც გააკეთა, ხო? ესეთი რაღაცები სულ მიმდინარეობს რა და ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ აქ ნიჭზეა საუბარი. ბრმანაწლავი რო ამოჭრან ადამიანს, ხო, ნუ არ არის კარგი ამის გაკეთება. თუმცა ეს როგორ გითხრა ორგანიზმია და ხო, ნუ აი ბრმანაწლავის გარეშე მართლაც იცოცხლებს, მაგრამ ნიჭს რო ფრთებს აჭრიან, ეს არ არის როგორ გითხრათ, პატარა მოვლენა. ხო და შემოვა ეხა ეს ნიჭიერი ადამიანი და წავიდა ეხა ამისი დაშტამპვა და აი მეოთხე ტაქტში პიანოს მაგივრად ფორტე წერია, აი მეხუთე ტაქტში და დაწვრილმანება, ძალიან ჩაწიწინება და საერთოდ პარიზის კონსერვატორიაშიც ასე იყო. გამოცდაზე რო უკრავდა მუსიკოსი, ხო წინ ესე ნოტები ედოთ ხოლმე და ლუპით მიყვებოდნენ, რომ აბა რომელი ნოტი სად აიღო, ფორტე და პიანო სად შეეშალა, აქცენტი როგორ დასვა. ანუ ძალიან სასაცილო მდგომარეობა არის. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ბახი რო მოცარტი რო ან უბრალოდ ვინმე ნიჭიერი მუსიკოსი რო უკრავს და მსმენელი რო ზის და ლუპა რო უჭირავს ხელში და ნოტებს ესე რომ მიყვება და აკვირდება რამდენად ზუსტად წაიკითხა ნოტები. ნუ აი პროსტა გენიალურია რა, ადამიანური კომედია არის, არ ვიცი, ნუ აი ცას წდება პირდაპირ, ისეთი კომიკურია ეს ყველაფერი. და ეხლა ნუ ეს რობოტივით რო ზუსტად წაიკითხა ნოტები, რაც შეუძლებელია, მაგრამ ნუ პლუს მინუს მიუახლოვდა უკვე ნოტების წაკითხვას რობოტივით, ეხლა უკვე სცენაზე როგორ გამოიყურება, ხელი როგორ გაშალა, თავი როგორ გადაიქნია და ეს ყველაფერი როგორ გითხრათ, აი ხელოვნურობის და კიჩის პიკია ხოლმე რა, აი თავს ვაძლევ ეხლა ამის უფლებას, იმიტომ რომ აბსოლუტურად ნათლად ხედავ ეხლა რა თამაშები მიმდინარეობს. ხო და ეხლა ამასობაში რა სიტუაცია მოხდა, რომ სანამ ეს ადამიანი ეხლა გამოეკიდა მეოთხე ტაქტში ნოტის აქცენტი როგორ აიღოს, თავი როგორ გადაიქნიოს, ხელი როგორ გაამოძრაოს, როდესაც რაღაცა აკორდი აიღო, ან რა ვიცი თუ კომპოზიტორია, ისეთი კომპოზიცია როგორ დაწეროს, რომ ამ ჟიურის მოეწონოს, მერე ამათ ხო უნდა მოეწონოთ, ეგრე არ არის რა. ამ ხალხს აქვს თავში რაღაცეები, რის გამოც უნდა მოეწონოს. აი მაგალითად თუ თვითონ კომპოზიტორები არიან, ერთ-ერთ კომპოზიტორს შეიძლება ევასება ესა რა ქვია, რაღაცა აკუსტიკური რაღაცა ეფექტები, მეორეს ევასება, არ ვიცი, შტოკჰაუზენი და იმის რაღაცა ელექტრონული ჟღერადობა, მესამეს კიდე რაღაც ევასება და ეს ადამიანი ახლა ამ ჟიურის წინაშე რო გავა, ამათ 4-ვეს თუ იცნობს, სხვათა შორის მე ვხუმრობდი ხოლმე კონსერვატორიაში რო სწავლობდი, რომ პოლიტიკა ვისწავლე აქ მეთქი, მუსიკა არ მისწავლია. ხო და ამ 4-ვე ჟიურის წევრს თუ კარგად იცნობ და იცი რა მუსიკა ევასებათ და საკმარისად კრეატიული თუ ხარ, შეგიძლია დაწერო ისეთი რამე, რომ ელექტრონული მუსიკაც იყოს შიგნით, აკუსტიკური ჟღერადობაც იყოს, შტოკჰაუზენიც გაითვალისწინო, ამისი რაღაცა ნაწარმოებიც გაითვალისწინო და რომ მოისმენეთ, შეიძლება მოეწონოთ. მაგრამ პრობლემა აქ რაშია, იცი რომ ამათ მოწონთ ეს, მაგრამ როგორც კი ამას სცენაზე გამოიტან, აი დამიჯერეთ რა, 99.9% შემთხვევაში მსმენელი არ აკყავს. იმიტომ რომ ამათ რომ მოწონთ, ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არის გრამაფონში.
ჟიურის რა მოეწონა და მას კონსერვატორიის პროფესორს რა მოეწონა, ეს არის ძალიან დიდ გრამაფონში, იმიტომ რომ მას რა ქვია ფილარმონიებს და საკონცერტო დარბაზებს პროფესორები არ ავსებენ. ეგენი არიან ხოლმე 1% იმ დარბაზში და დარბაზს ავსებს ხალხი, რომელსაც მოეწონა მუსიკა. ეხლა ნახეთ კიდე რა შტამპებზე და რაზე მაქვს საუბარი. ეხლა თუ კარგი, თუ მოეწონათ, ეს მაინც რაღაცა კრეატიული პროცესი იყო. ნახე, ეს ჟიურის 4 წევრი გაითვალისწინა ადამიანმა. მაგრამ საუბედუროდ ესეც არ არის. საქართველოში ცით რა არის ხოლმე, რომ აი ჟიურის მამიდაშვილი ვარ, იმისი ბიძაშვილი ვარ, იმის ძმაკაცი ვარ, ამისი არ ვიცი საყვარელი ვარ და თუ არ დამიწერა кайქულა, ეხა ცოლს გავაგებინებ, რომ საყვარელი ვიყავი და აი ესეთი თამაშები მიდის და აი ამის მიხედვით ირკვევა ხოლმე საქართველოში ხშირად კონკურსების გამარჯვებულები. ხოდა გაიმარჯვებენ, მე კარიერას გაიკეთებენ, იქ არ ვიცი მისაღები გამოცდები რო აქვთ ხოლმე პროფესორებზე და ასე შემდეგ, აი ესე ჩაატარებენ რაღაცა გამოცდებს, ოღონდ გასაჩივრების კომისია საერთოდ არ არსებობს. არ არის ეგ. ანუ აბსოლუტურია ჟიურის გადაწყვეტილება რა, იმის გასაჩივრება ეს არ მოსულა. და ჟიურის გადაწყვეტილება რატოა აბსოლუტური? ცოლმა არ უნდა გაიგოს, რომ საყვარელი ყავს, იმას ვიღაცას არ ვიცი ძმაკაცი ყავს და ერთად არ ვიცი შეიძლება ცემენტის ბიზნესი აქვთ და ცემენტის ბიზნესიდან მერე წილს რა უყოს. გაიგე, ეს თუ არ მიიღო სამსახურში, იქ პრობლემები შეიქმნება და აი გადახლართული არის 1000-ნაირი რაღაცა ქვენა ისინი წყლები მიედინება რა, რომელსაც ძალიან ახლოდან ვიცნობ. აი ვერ ვიტან მასეთ ინფორმაციას და ამიტომ ჭურში ვიჯექი ხოლმე ძალიან ხშირად მე რა ვიცი ბახს და მოცარტს უკრავდი ხოლმე და დებიუსის ჩემს საყვარელ კომპოზიტორს და შეიძლება 1 წელი დაეგვიანა ხოლმე ჩემამდე ასეთ ინფორმაციას, მაგრამ მაინც აღწევდა. იმიტომ საწავა ხო ძალიან პატარა ქვეყანაა. ხო და აი ესეთი ვითარებები როდესაც არის, ეხლა რა მოხდა? მოვიდა ნიჭიერი ადამიანი აუცილებლად მე მჯერა და ის მასწავლებლებიც თავიდან, ვინც ეხლა იქ არიან და ნეპოტიზმში არიან თავწაყრილები, არიან ნიჭიერი ხალხი და ნიჭის ნაცვლად ნელ-ნელა მოხდა მათი დაშტამპვა და რაღაც სოციალურ ნორმებზე მორგება და რაღაც როგორ გითხრათ, იმიტომ რომ მეორე სხვა რეალობის პრინციპია აქ, ხო? იქ ოჯახი ხო უნდა არჩინოს და რაც ძალი და ღონე აქ ცდილობს რომ არჩინოს ოჯახი და როგორც შეუძლია ისე არჩენს. ეხლა ეს რომ გამოვიდეს და ხელოვნების წვარო დაიწყოს, ეშინია. რომ დაკარგავს ყველაფერს. და პლუს ამას გარდა გამოატარეს მასაჟები, რომლითაც დაარწმუნეს, რომ მისი ნიჭი არ არსებობს და არის უნიჭო. იმიტომ რომ პატარა ბავშვს რო შეიყვან მუსიკაზე, რომელსაც დიდი ნიჭი აქვს და ყოველ დღე რო ედავებიან, რომ მეოთხე ტაქტში რა ნოტი აიღო, დასკვნა რომელიც იმა გამოიტანა არის, რომ არის უნიჭო. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი და ძალიან ბევრს ვიცნობ, ვინც უდიდესი კარიერაც გაიკეთა. მახსოვს, რომ მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრი ძალიან ჭკვიანი იყო და როგორც კი დაინახავდა რომ რომელიმე მასწავლებელი ამას ან აკრიტიკებს ან ემოციურად ნეგატიურად ეპყრობა და ასე შემდეგ ეგრევე მოყავდა იქიდან ეგრევე მოყავდა იცავდა ნახე თავის შულს ის გრძნობდა რომ არსებობს კონსტრუქციული კრიტიკა რომელიც პირიქით ზრდის მუსიკოს და არსებობს დესტრუქციული კრიტიკა, რომელიც მას ფსიქოლოგიურად თვითშეფასებას უმდაბლებს, რაღაცა ჩაჭიჭინებებს ასწავლის, რომ აი მეხუთე ტაქტში რა ხდება და თითი როგორ გაასწორა და ეს როგორ ქნა და ეს ყველაფერი არის მუსიკის არსიდან მოწყვეტა და რაღაც დაცვის მექანიზმებში თავის გაჩხერა რა, რაც ფსიქოლოგიური მოვლენაა. და აქედან ახლა მივდივარ ისევ იმ ასე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომ მუსიკა და ხელოვნება არის კონტაქტი. ეს არის კონტაქტის ფორმა. ერთ-ერთი უმაღლესი კონტაქტის ფორმა არის. სანამ ამაზე გადავალაბ, ნახო კომენტარებში რას მიწერთ. ოკეი. კომპლექსური მიდგომა ყველაზე სწორია. სასწავლებელს გააჩნია, მასწავლებელს პირველ რიგში ძველად სახელოსნოებში მიაბარებდნენ ხოლმე, ესეც სკოლაა. დაშტამპვა ისეთი რამეა დამოუკიდებლადაც წარმატებით იშტამპებიან. კი, სოციალურ გავლენის ქვეშ ექცევიან და იშტამპებიან, რა თქმა უნდა. აკადემიურ სასწავლებელში მზად უნდა იყო ლუპისთვის. კი ბატონო, აკადემიურ სასწავლებელში მზად უნდა იყო ლუპისთვის და იმისთვისაც, რომ აკადემიურ სასწავლებელში იქნება აკადემიური მოსწავლე. ოღონდ ხელოვნება ეს არ არის. არ არსებობს ხელოვნება, იქ სადაც არის მხოლოდ აკადემიური სიბრტყე. მან მხოლოდ აკადემიურ სიბრტყეში მე მეცაც გეტყვით, მათემატიკაც კი არ არსებობს.
იმიტომ რომ როდესაც აინშტაინს კითხეს რომ აი რა არის თქვათ მეცნიერული ნიჭის ნიშანი, მან იცით რა უთხრა, ფანტაზიის უნარიო. ხო და ფანტაზიის უნარს აკადემიურ სივრცეში ვერ ისწავლი და ვერ შეიძენ და ვერც დახვეწავ, ხო? ეხლა მე კიდე მსმენია რომ ადრე იყო ესეთი სკოლები, რომ აი ახლა აღმოსავლეთზე მსმენია მე მგონი, რომ აი თქვათ რაღაც ინსტრუმენტზე უნდა და ადამიანს დაკვრა, ხო? და მივიდოდა ამ სკოლაში და იქ იყო ადამიანი, მასწავლებელი, რომელიც თვითონ უკრავდა, ეს ერთი და ამას შეეძლო რომ მოესმინა რომ ის უკრავს და მეორე აძლევდა ინსტრუმენტს და ეუბნებოდა რომ ეხლა შენ დაუკარი. და ეს ადამიანი წამოვიდოდა წვალობდა და თავისი დამოუკიდებელი წვალებითა და დაკვირვებით ნელ-ნელა ამ ინსტრუმენტს ხმას ამოაღებინებდა ხოლმე. არავინ არ ეუბნებოდა რომ ესექენი ისექენი და რომ ამოაღებინებდა შეიძლებოდა მერე მოესმინა თავისი ოსტატისთვის. და შეედარებინა რომ რა ხდება ეხა აქ. ის როგორ აკეთებს. ანუ მთლიანად მის ხელში იყო დაკვირვება და სწავლა. და არ იყო ეს გარედან თავსმოხვეული და ჩატენილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა არის ზუსტად ის ფსიქოემოციური მდგომარეობა, რაშიც ხელოვნება შეიძლება დაიბადოს და კონტაქტი. და კონტაქტი რა არის? ხა რატო ვამბობ, რომ მუსიკა არის კონტაქტი? ეხლა ნახეთ რა ხდება. კონტაქტის წრე როგორ გამოიყურება. მე რაღაცა ვიგრძენი, შემდეგ აღვიქვი რა ვიგრძენი, სახელი დავარქვი. მე შევაფასე გარემო სიტუაცია, რომ ეს რაც მე შევიგრძენი, როგორ გამოვიტანო გარეთ, ანუ კონტაქტში როგორ შევიდე გარეთ. რაღაცა, როგორ გითხრათ, ნაბიჯები გადავდგი, ვიაქტიურე, გამოვხატე ესა, მივიღე იქიდან რაღაცა პასუხი, დავასრულე ეს ყველაფერი და ვისვენებ. მე ისევ ვიგრძენი რაღაცა, გადავედი კონტაქტზე, დავასრულე, ვისვენებ. ესე მუშაობს კონტაქტის წრედი. და ამ შემთხვევაში რა არის? მე როდესაც მუსიკოსი ვარ, ან თუ მხატვარი ვარ, მხატვარს ვიტყვი ახლა, ხშირად ვამბობ მუსიკოსი, იმიტომ რომ მე ვარ მუსიკოსი. აი თქვათ მხატვარი ვარ, ხო და მე რომ მხატვარი ვარ, მე ნახატი დავხატე, ამ ნახატში გადმოვეცი რაღაც, რაც მე ვიგრძენი. მასწავლებელმა კი არ მითხრა რომ ეს უნდა დახატო, ის უნდა დახატო, ესეთი უნდა იყოს შენი ნახატი, აქ ჭრდილი არ ვარგა, იქ მონასმი არ ვარგა, ეს არ ვარგა, ის არ ვარგა და ის თან რის მიხედვით მეუბნება, კარგ შემთხვევაში საკუთარი საზომის მიხედვით და ცუდ შემთხვევაში იმ საზომს ცდილობს რომ გაიმეოროს, რაც თვითონ ასწავლეს და ნუ ეს ხალხი დადის და აი ბრმას აეკიდაო, ხო იცით? ამან ის თქვა, ამან ეს თქვა, ამან ეს თქვა და შეაგროვებენ ხოლმე ამ რაღაცა რჩევებისა და დარიგებების მას კრებულს და ამას აზომებენ მერე ხელოვნებას და ცდილობენ რომ რაღაცა გამოვიდეს. მოდი ახლა ცოტა ინტრიგნულ იმას ვიტყვი. ანალოგიას. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ორ ადამიანს ჰქონდეს სექსი, სექსუალური კავშირი და იქ გარშემო რო ხალხი დგანან და ესე არ ქნა, ისე ქენი, ესე უნდა ქნა, ესე უნდა ქნა, ესე კი არა, ისე უნდა გექნა, ასე კი არა, ისე უნდა გექნა. ან შეიძლება იქ არ დგანან, მაგრამ ეს ადამიანები ესე ფიქრობენ. სექსის დროს გამუდმებით ამას ფიქრობენ, რომ აი ეხლა ხელი ესე უნდა გავამოძრაო, ფეხი ისე უნდა ვქნა, ეს ისე უნდა ვქნა. აი რა სიამოვნებას მიიღებენ, ან რა კონტაქტი შედგება მათ შორის, ხო? სანამ ეს სახაზავი არის გარეთ და ამ სახაზავებზე ვფიქრობთ, ის მეორე ადამიანი საერთოდ დაკარგულია კონტაქტის ობიექტი. მე რა ვიცი, სად აქ არის საერთოდ? შეიძლება ვერც ვხედავ, რომ აქ არის. და ვეღარც ვგრძნობ, რომ აქ არის, იმიტომ რომ ვერც ჩემ თავს ვერ ვგრძნობ. მე ახლა ვფიქრობ, რა უნდა მექნა, ეს უნდა მექნა, ის უნდა მექნა, ესე უნდა მექნა და დაკვრაზეც ასე არის და ყველა კონტაქტი საერთოდ კაი მოდელი. კონტაქტი რო შეადაროთ, არის ერთ-ერთი კაი მოდელი არის ჭამა, როგორ ჭამს ადამიანი, მეორე კაი მოდელი არის სექსუალური კავშირი. ამას იყენებენ ხოლმე ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ მან ჩანს ცხადად გამოცდილებით როგორ ხდება, ხო? და როგორ ხდება ახლა ეს რომ დამოუკიდებლობით იწყება. მე ვარ ჯერ, მე თუ არა ვარ, სხვასთან როგორ შევიდე კონტაქტში ხა. ჩემს მაგვირად თუ აქ წესები და კანონებია, რომ ესე უნდა ვიყო, ისე უნდა ვიყო, ასე უნდა დავუკრა, ისე უნდა დავხატო, ესე და ეგ წესები და კანონები, რა ვიცი, რამდენია. ღადაობა რომ მიდის, ხო იცით? საქორწინო კონტრაქტები, ეს სქელტანიანი დიდი წიგნები როა. კაცმა რა უნდა გააკეთოს. იმაში ურთიერთობაში აი დიდი მრავალტომეულები რო არის ეგრე გამოიყურება და შეგიძლია გამოეკიდო მაგ წესების დაცვას ხელოვნებაში, მაგრამ ამასობაში დაკარგავ საკუთარ თავს. და თუ საკუთარი თავი არ არის, კონტაქტი არ არის, არაფერი დაიბადება, არაფერი ამოვა შიგნიდან.
ნუ იქნება რაღაცა, როგორ გითხრა, კოპირება რაღაცეების, ზოგჯერ ცოტა ნიჭიერი, ზოგჯერ ცოტა უნიჭო, იქ ხანდახან გამოჟონავს შემთხვევით საკუთარი თავი, იმიტომ რომ ხო ვერ გაქრება. და შედარებით ნიჭიერი მუსიკოსი ის არის ზუსტად, სადაც ჟონავს ხოლმე ეს საკუთარი თავი, მთლად ვერ მოიცილა რა. და ეს ცოდნა ეხა მე რასაც ვაზიარებ უკვე ფსიქოლოგიური გამოცდილებიდან არის A და B, ეს არ არის რაღაცა ღრმა ფსიქოლოგიზმი ძალიან ადამიანის ხო ხელოვნებაში და ეხა რა თქმა უნდა საბედნიეროდ კონსერვატორიაშიც სამხატვროშიც და ყველგან თითოეულა ესეთი მასწავლებელი იშოვება. ძალიან უნდა გაგიმართლოს, ან ძალიან უნდა შეეცადო რომ ეგ იპოვო, მაგრამ იპოვი. და თუ იპოვე, ახლა ეს მასწავლებელი როგორ გამოიყურება? მოდი აღწეროთ რა პროცესს ხელმძღვანელობს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სწავლება ეხა მე დარწმუნებული ვარ, რომ რანაირი დიდი გენიოსიც არ უნდა ყოფილიყო, ყველამ საიდანღაც ჯერ რაღაც ისწავლა. ესე არ ყოფილა, ეგეც პოპულარული ცრურწმენაა, რომ ეს უკვე გენიოსია, всё, დაიბადა გენიოსად. არაფერი არ დაიბადა. შიგნიდან იყო ეს გენიალური ნიჭი მოცემული, რომელმაც ძალიან კარგი საკვები იპოვა გარეთ. და ეს შეხვედრა რომ მოხდა და ამ საკვებმა რომ გამოკვება და გააღვივა, მე გამოვლინდა, გადმოვიღვარა გარე სამყაროში და ყველამ დაინახა. თორე ის საკვები რო არ შეხვედროდა, შეიძლება იმ ჩანასახოვან მდგომარეობაში დარჩენილიყო და არაფერი გენიოსი არ იქნებოდა ის ადამიანი, ხო? და ეხლა ნუ მაქედანაც ჩვენ ვიცით ეხლა რომ დიდი გენიოსები ვინც ყოფილან მათ რა თქმა უნდა ბახს ეხლა დარწმუნებული ვარ ნასწავლი ქონდა უამრავი მუსიკა სმენითაც აწყობილი ექნებოდა და გადაწერილიც და დააკრულიც და ასე შემდეგ სანამ თავისას დაწერდა. მოცარტის შემთხვევაში ხო ვიცით რომ ესეა უკრავდა კიდეც და უსმენდა მთელი ცხოვრება და შუბერტი კიდე რომელიც ისეთ გარემოში დაიბადა და გაიზარდა სადაც ბევრი ემიგრანტი ცხოვრობდა და ძალიან ბევრნაირი მუსიკა ჟღერდა ამის გამო და ბავშვობიდან ისმენდა ნახე საკვები შემოვიდა საკვები და დახვდა შიგნით მონაცემი და ეს მონაცემი გაიზარდა და გადმოიღვარა გარე სამყაროში ესე მუშაობს და ეხლა ნახეთ რა ესეთი კარგი მასწავლებელი თქვათ რას აკეთებს რა როდესაც ნიჭიერი მოსწავლე ჩაუვარდება ხელში და ყველა მოსწავლე ნიჭიერია. მე თვითონ ვიყავი მასწავლებელი და მე არ მყოლია უნიჭო მოსწავლე. როცა ადამიანი უნიჭო გგონია, დიდი ალბათობით ვერ ხედავ რაღაცას იქ. ძალიან დიდი ალბათობა არის ამის, რომ რაღაცა ვერ დაინახე იქ და შეიძლება თქვენ არ ახართ ერთმანეთისთვის. თერაპიაშიც ასეა. თუ ჩემთან მოვიდა კლიენტი და მე იქ რესურსს ვერ ვხედავ და მგონია რომ წასულია მისი საქმე, დიდი ალბათობით უბრალოდ საჩემო კლიენტი არ არის. იმიტომ რომ ვერ ვხედავ მე მის რესურსებს. თორე ეგ შეუძლებელია ცოცხალი ადამიანი რომ მოდის იქ ზღვა რესურსები და ნიჭები არის მოცემული ყოველთვის. უბრალოდ, ნუ ყველას ვერ შეხვდება. ესეც ფიზიკის კანონია. ეხა ნახე. მასწავლებელი რომელიც მართლაც რუნავს თავის მოსწავლეზე, ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ თავის თავზე არის ნამუშევარი, რომ იყოს დამოუკიდებელი მთლიანობა. და იმის ნაცვლად რომ ჟიურის მოусმინოს ის რას ეუბნება. პირველ რიგში ეყრდნობა თავის საკუთარ შეგრძნებებს და თავის საკუთარ შინაგან ხმას, რომელიც არის დამოუკიდებელი. არის შემთხვევები მაგალითად რომ თქვათ, როდესაც მუსიკოსი კარგად ან მხატვარი ან ხელოვანი ნებისმიერი თვითონ როდესაც კარგად გრძნობს თავს კონტაქტში და ხალხსაც ეკონტაქტება, ხო? ძალიან ხშირად პირიქით ზუსტად ესეთი მუსიკოსი იღებს ძალიან ცუდ შეფასებას ჟიურისგან. ეს არის, აი, როგორ გითხრათ, ძალიან დიდ კორელაციაშია რა, ჟიური, რაღაც პროფესურა, რაღაც პროფესიონალი ხალხი და ასე შემდეგ. პირველი იწყებს გაკრიტიკებას იმ ადამიანისა, რომელიც თვითონაც იპოვა ცენტრი თავის თავში და დამოუკიდებლობა, რომ გამოხატოს თავის შინაგანი ნიჭი. და იქ გამოჩნდა მსმენელები და აუდიტორია, ან მხატვრის შემთხვევაში მაყურებლები. ან რეჟისორის შემთხვევაში ფილმს ყავს მაყურებელი და გაიყიდა ფილმი და კინოთეატრებმა შეიძინეს, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ ეს რო ხდება, ჟიურიმ დაინახა, რომ ეს არსებობს. ანუ ის რომ შენ არსებობ, პირველი რასაც გამოიწვევს აი ესეთ პროფესიონალ ხალხში არის კრიტიკა. ძირითადად ესეთი რეაქციაა. ვა, დავინახეთ ესა, ხო? ეხლა დავებრძღნებით და დაუწყებთ კრიტიკას. იმიტომ რომ მან თავი ამოყო. ნაცრისფერ მასაში აღარ არის. სანამ ნაცრისფერ მასაში იყო რა პრობლემაა, რატო გავაკრიტიკებთ ეხა? თავისთვის არის, ხო?
ანუ თუ ადამიანი მაგ სფეროში ხარ და ძალიან ბევრ კრიტიკას იღებ, არ უნდა იყო გულუბრყვილო და არ უნდა იფიქრო, რომ ამის გამო ხარ უნიჭო. იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი აი აქ გავა კონტაქტიდან. ის იფიქრებს, რომ აი რა ვქნა რა, არ მოვეწონე ჟიურის. არ მოეწონე და ზუსტად მანდარი დამახული ძაღლის თავი, რომ როგორ შეიძლება მშობლების თაობას მოეწონოს შვილების თაობა? როგორ ხდება ეს? ერთადერთ შემთხვევაში, როცა შვილების თაობა იმეორებს მშობლების თაობას. თუ იმეორებს, ეს ხელოვნებაა, არა, ეს არის კოპირება. და ის რომ მშობლების თაობას რაღაცა არ მოწონს, ნიშნავს რომ რაღაცა სიახლე იბადება ეხა ეტყობა აქ. თორე სიახლე თუ არ იბადება და კოპირება თუ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა მოეწონებათ. მათ რაც იპოვეს და განავითარეს, იმას იმეორებს რა კარგი შვილია ყოჩახ. ნიჭიერია და კარგია, ხო? და თან ეხა ჟიური და პროფესურა და ასე შემდეგ საქართველოში მით უმეტეს, მაგრამ მთელ მსოფლიოშიც მოწყობილია დირექტიულად. ანუ დირექტიული კონტაქტის სტილი არის. აი როგორი კონტაქტის სტილია, იცი, მე რომ მასწავლებელი ვარ, თქვათ, მუსიკის მასწავლებელი, მე ვიცი, როგორ უნდა დაუკრა. შენ არ იცი, შენ მოსწავლე ხარ, ხა შენ უნდა მომისმინო მე. და ამ შემთხვევაში რა ხდება? აბა თუ დააკვირდებით, ანომალია აქ რა არის. მე როგორც მინდა, ისევ ვცდილობ რომ დაუკრას. ან დახატოს. და ეგ არ გამოვა. იმიტომ რომ მე ვარ და ის არის. მას შეუძლია მხოლოდ ისე დაუკრას ან დახატოს, როგორც მას სურს და მას უნდა. ჩემს სურვილებზე თუ ცდილობს რომ მოერგოს, ეს თავიდანვე განწირულია ეს ამბავი. და საერთოდაც მორგება არ მოიტანს ხელოვნებას, ხო და შთაგონებას. და აი ესეთ დირექტიულ სისტემაზე არის აგებული სამწუხაროდ, მოეწონა პეტრეს, მოეწონა პავლეს, მან რა ქვია, თომამ და ივანემ რაღაცა ურჩიეს, ეს გააკეთა, ის გააკეთა და ამასობაში დაკარგა თავისი საკუთარი შთაგონება და თავისი საკუთარი ცენტრი. და ცენტრი თუ დაკარგა, კი ბატონო, შეიძლება ძალიან კარგად დააკოპიროს რაღაცეები. ზოგჯერ გაუვარდება ის თავისი შინაგანი მეც, ის ხო ვერ გაქრება. ზოგჯერ ძალიან აქტიური მე არის და ყველაფერი გამოვა. მაგრამ ის მთავარი უნიკალური ნიჭი, რომელიც ამ ადამიანში იყო ჩამარხული და გამოვლენას ცდილობდა, აი ის კი გაიტუმბა სადღაცა. წასულია. არ ვიცით სადაა, ხო? ეხა კარგ შემთხვევაში როგორი არის მასწავლებელი? ისეთი მასწავლებელი, რომელიც მართლა მასწავლებელია ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით, ხო? ის ცდილობს, რომ მოსწავლე იყოს დამოუკიდებელი თავის თავში, მისი პიროვნული საზღვრები გაფართოვდეს. არა მხოლოდ თვითონ ასწავლის მას, არამედ აღიქვავს, რომ მისგანაც ბევრ რამეს სწავლობს. სწავლა საერთოდ არის გაცვლითი პროცესი. თუ ცალმხრივია, ეგ არ არის ხოლმე სწავლა. ეგ არის თავის მოჩვენება და თავს მოხვევა რაღაცების. აუცილებლად ორმხრივია. ნიჭიერი მასწავლებელი თვითონვე როცა არის შემდგარი როგორც თავის საქმეში და თვითრეალიზებულია, მოსწავლისგანაც ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. ორმხრივი პროცესია. შეუძლებელი არის სწავლოს, სხვა ადამიანია, სხვა ნიჭია. განსხვავებულია. მოვიდა ეს სხვა ნიჭი, ხო? და შენ თუ მას ხედავ და აღიქვავ, მისგანაც უამრავ რამეს სწავლობ. ეს სიმპტომებს გეუბნებით ახლა. რომ მოსწავლე გრძნობს, რომ კი, მასწავლებელი წინ არის, თუმცა მასწავლებელი მის უნიკალობას და მის დამოუკიდებლობას ცემს პატივს და აღვივებს. ის არ ეუბნება, რომ ესე კი არ უნდა ქნა, აი ისე უნდა ქნა, ასე უნდა ქნა, აი ამ ბევრი წესებით და უნდებით არ ამძიმებს, არამედ ცდილობს, რომ შექმნას მის გარშემო ისეთი გარემო, რომ ეს თვითონ გამოვლინდეს, რაც მასში არის. ანუ მასწავლებელი კი არ არის აქტიური პერსონა და კი არ არის მიმართულების მიმცემი და კი არ არის მოსწავლის შემოქმედების ავტორი და მე სხვათა შორის ამაყობენ ხოლმე ეგეთი მასწავლებლები, რომ აი ჩემი მოსწავლეა, მე შევქმენი ეს ადამიანი. რა შექმენი? ხო? თუ შენ შექმენი და შენი გაკეთებულია და შენ რაც უკარ ნახე ის დახატა და დაუკრა, ის თვითონ არ არის იქ საერთოდ. პიროვნება აღარ არის და რა ვიცი აბა. ხო და ამის ნაცვლად კარგი მასწავლებელი ქმნის გარემოს, რომ მოსწავლეს უნდა რომ დაუკრას. ნახე, სურვილი მისია. მის სურვილში არავინ არის ჩაწილებული და არავინ ეცილება მის, ასე ვთქვათ, წვას შემოქმედებიც. ის თავისია, მისი საკუთარია, უნიკალურია, ასეთია, ისეთია. ამის გარდა ნახეთ კიდე რაშია საქმე. ხა ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, ხა რასაც დავსვამ.
საერთოდ ხელოვნება და როგორც უკვე ვთქვი, ხელოვნება ზოგჯერ ცხოვრებაც არის. შეიძლება უბრალოდ ცხოვრობ და შენი ცხოვრება არის ხელოვნების ნიმუში. და ამაზე შეიძლება წიგნი დაიწეროს, რო დაგეწერა. ხო. ვიკა, დიდი მადლობა. ავტორიტარიზმი ზუსტად მაგაზე უნდა ვისაუბრო ახლა. გამოვიარე ოჯახში, სკოლაში, უმაღლესებში, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მესმის, ანუ შენ გეყო სენსიტიურობა, რომ აღგექვა, რომ კოპირება არ გაგეკეთებინა იმის, რაც არ მოგწონდა. ძალიან მიხარია ეს. ეს ძალიან დიდი გამოფხიზლების ნიშანია. ეხლა ნახეთ რა, მე საერთოდ მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ დღევანდელი ადამიანის ყოფის ერთი უდიდესი პრობლემა რა არის. აი ეხლა რასაც შევეხები და აი ამით დავასრულებ, იმიტომ რომ ხელოვნებასაც და ცხოვრებასაც და ყველაფერს აი ეს კლავს. ეხლა ნახეთ რაშია საქმე. ქვის ხანის ადამიანი ცნობილია, რომ რაღაც გაგებით იყო ჩვენზე ბევრად განათლებული. მისი განათლება იყო ძალიან ფართომასშტაბიანი. ესე კი არ იყო ქვის ხანის ადამიანი, რომ აი, რა ვიცი, პეტრემ ცეცხლის ანთება იცის, პავლემ ჩაქრობა იცის, რაღაც იოანემ წყლის მოტანა იცის, რაღაც ვიღაცამ კიდე თომამ იცის, არ ვიცი, ქვისგან იმის გამოთლა, რაღაცა დანის გამოთლა, ხო, ესე არ იყო. ერთ ადამიანში იყო ყველა ცოდნა თავმოყრილი ისეთი, რომ მას თავი გაეტანა. ქვის ხანის დროს ასე იყო. ვარსკვლავებიც იცოდნენ მათ, ცაზე იყურებოდნენ და ორიენტირებდნენ სახში როგორ წასულიყვნენ, წარმოიდგინე. აბა, შეხედეთ ცას და მითხარით, ეხა სად არის თქვენი სახლი. აი, ღამის ცას შეხედეთ სადმე ბუნებიდან და ამ ცის მიხედვით და ვარსკვლავების განლაგების მიხედვით მითხარით, სად არის თქვენი ბინა. მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ცას შედარებით ვიცნობ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს, მაგრამ აი ამ წამს მივხვდი, რომ მე ეს არ შემიძლია. ეს ცოდნა მე არ მაქვს. აი, ქვის ხანის ადამიანს ჰქონდა. და რატო არა მაქვს ხა ეს ცოდნა? აი, კითხვა ისმის. იმიტომ რომ დამოუკიდებლობა აღარ მაქვს იმ ხელა. ქვის ხანის ადამიანი ძალიან ჯანსაღად დამოუკიდებელი იყო. მან იცოდა, რომ საკუთარი თავი მას ეკუთვნის და ვისი იმედი კონდეს ცხოვრებაში, ისევ საკუთარი თავის. და ამიტომაც მასში კონდენსირებული იყო და ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენი ფსიქიკა ძალიან დიდ ინფორმაციას იტევს, უდიდესს. ვერც ერთი კომპიუტერი ვერ შეედრება იმ ინფორმაციას, რაც აქ შეიძლება რომ ჩავიდეს და მოიხარშოს, ხო? და მან იცოდა ამიტომ ძალიან ბევრი სფეროდან, ძალიან ბევრი საჭირო რამ ერთდროულად. და ჩვენთან ეს დაკარგულია. და რატო იცოდა ეხა ამდენი რამე? იმიტომ რომ ტყეში იყო სადღაც, ან მინდორში იყო, ან ბუნებაში იყო და იქ ხა ორიენტირება ხო სჭირდებოდა. და აგერ მე მახსოვს ჩვენი ერთ-ერთი ევრიპეის არაჩვეულებრივი მონაწილე, ბატონი გია ჯავახიშვილი, რომელიც არის ასტროფიზიკოსი, როგორ გვიყვებოდა ასტრონომიის ლექციაზე, რომ ძალიან უძველეს ადამიანთან ნაპოვნია რაღაცა ქვის ნაგლეჯი თუ ძვლის საერთოდაც რომელიღაცა ცხოველის ყბა არის ნაპოვნი და ზედ ასტრო რუკა ხატია, რომელიც სწორია. ანუ დღეს 21 საუკუნეში რაც ოდნაც გვაქვს, ის ასტრონომიული რუკა იქ ხატია, უშეცდომოდ. გესმით ხო რაზეა საუბარი? ანუ ეს გარემო, რომელიც მაშინ იყო, ხო, ადამიანში ხელს უწყობდა დამოუკიდებლობას. და აქ ქმნიდა ის საოცრებებს. ეხლა ეს რაც მე მოვიყვანე, არ არის გენიალური ხელოვნების ნიმუში? ან არ გინახავთ იქ რა რესურსები ქონდათ, ხო, ნახშირი ქონდათ და რაღაცა ხილის წვენები და ისინი და იმითი ხატავდნენ, საოცრებებს ხატავდნენ, უმაგრეს რაღაცებს. ანუ იწოდა ადამიანში მაშინ ხელოვნება და პირდაპირ კავშირში იყო ეს მის დამოუკიდებლობასთან. და ეხლა რა ხდება დღეს დირექტიულობა და ავტორიტარიზმი რო ვახსენე? ეს არის ადამიანის დასაჭურისების არაჩვეულებრივი გზა. ადრე ფიზიკურად ასაჭურისებდნენ, ხო ვიცით ეს? და ნუ საჭურის იყო ესეთი განცდა, რომ ნუ არასრულფასოვანია რაღაცით, ხო? ფიზიკურად. და ის ფიზიკურად იყო არასრულფასოვანი და ეხლა დღეს მიდის ფსიქოლოგიური დასაჭურისება ადამიანების, მუსიკის სფეროში, ხელოვნების სფეროში, ყველა სხვა სფეროში და საერთოდ ცხოვრების სტილში და როგორ გამოიყურება ეს დასაჭურისება, ეხლა გეტყვით. სულ პატარა ასაკიდან მილიარდობით ის არია მოცემული. ეს უნდა ქნა, ის უნდა ქნა, ეს ეწადი, ეს ეწამოდი. იქ შუქნიშანი, იქ გადასასვლელი, მარჯვნივ, მარცხნივ. სკოლაში ამ საათზე მიდი, იმ საათზე წამოდი, აქ შედი, იქ გამოდი. იცით რა, ჩანაფიქრი არის ცხოვრების გაადვილება, მე მესმის. რთულ საკითხს ვეხები ეხა ძალიან. მე არ ვამბობ, რომ აქ პანაცეას ვფლობ და ზუსტად ვიცი რა უნდა იყოს. წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აღარ დარჩა ადამიანს შინაგანი სამუშაო გასაკეთებელი, რომ რაღაცაში გამოერკვეს.
თუ თვითონ არ მოინდომა ეს ახლა რა თქმა უნდა ადამიანიც ეგ არის რომ მაინც მოინდომებს რაც არ უნდა გარემო შექმნა მაგრამ ძირითადად შეგიძლია დინებას გაყვე აი ხა ქუჩაში რო გახვალ ხო იქით წადი აქეთ წამოდი იქ Facebook-ზე ნოტიფიკაცია მოვიდა შედი გახსენი ნოტიფიკაციამ კიდე სადღაც გადაგიყვანა იქიდან კიდე სადღაც წაგიყვანეს ესე წამოგიყვანეს და გავიდა ცხოვრება ნახე ცხოვრება გავიდა გარედან მოცემული დირექტივების დევნაში ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, ესე ჯობია, ისე ჯობია. აი მასწავლებელმა ასე უთხრა, იმან ესე უთხრა. სკოლაში ეს ქულა მიიღო, ის ქულა მიიღო, ესა და ამ დროს შინაგანი სამუშაო, რომ მე ვინ ვარ? მე საით მინდა რომ წავიდე. ეს ქუჩა საერთოდ არ არსებობს, ილუზიაა რაღაც გაგებით, ხო? ქუჩა რომელზეც გავდივარ. ნუ რა ვიცი 100 წლის მერე შეიძლება სხვა ფორმა ქონდეს ამ ქუჩას. მაგრამ აი მე როგორ ვეკონტაქტები ამ ყველაფერს? ჩემი დამოუკიდებლობა სად არის? მე ვინა ვარ? მინდა მარცხნივ წავიდე თუ არ მინდა რომ წავიდე? ნახეთ კომფორტითა და დისკომფორტით მართავენ ადამიანს, ანუ ეს არის ბიჰევიორისტული მოდელი, ახლა რაშიც ვცხოვრობთ? ქცევითი. მარცხნივ წახვალ გეტკინება, მარჯვნივ წახვალ კამფეტი დაგხვდება. საით წახვალ? მარჯვნივ. მარცხნივ წახვალ ჩაიჭრები გამოცდაზე, მარჯვნივ წახვალ ხუთიანს მიიღებს. საით წახვალ? მარჯვნივ და მიუხედავად ამდენი, ასე ვთქვათ, დირექტივებისა, ძალიან ბევრი ადამიანი მიდის მარცხნივ. ეს არის რაღაცა, როგორ გითხათ, ოღონდ არც არ არის დამოუკიდებლობა. ნახეთ, რა მძიმე იმაშია, რა ქვია, ადამიანი მატრიცაში გამომწყდეული, რომ თუ გამოერკვა, რომ კომფორტით მართავენ, შეიძლება ინტუიციით იგრძნო, რომ გამუდმებით მშობელი ეუბნება ესქენი და გაუჩნდება ეხლა ამას წინააღმდეგობა. მშობლის ან მასწავლებლის ან ვინც გნებავთ მიმართ, ხო? და ჯიბრზე აკეთებს პირიქით და ჯიბრზე რო პირიქით აკეთებს, ისევ ვისი გავლენის ქვეშ არის, ხო? ისევ იმის გავლენის ქვეშ არის, ვინც დირექტივები გასცა, ოღონდ ანტიგავლენაა. და ესეც გავლენაა. საკუთარი თავი ისევ არ არის მოცემული. ხო და ბევრი რო არ გავაგრძელო ჩემო ძვირფასებო, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ხელოვნების სასწავლებელში, ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანს როგორ შეიძლება საკუთარი თავის, საკუთარი ფსიქიკის და თვითგამორკვევის ასპარეზი არ ჰქონდეს. ეს თუ არა აქვს, რომელ შემოქმედებაზეა საუბარი, ხო? ცხოვრების კულტურა თუ არ არის, იქ ნახატის და დახატვის კულტურა როგორ იქნება? მაგრამ აი ესე რაღაც ფანტასტიკურ სამყაროზე არის აგებული ჩვენი სოციუმი, ბიოლოგია და ადამიანის აგებულება არის დაიგნორებული, რაღაცა ლამაზი იდეები არის და ამ იდეებს უნდა გამოვეკიდოთ და ჩვენი სხეული ვერ მიყვება ამ სახაზავს, ვერ გაყვება. სექსი ვერ გექნება იმის მიხედვით რეჟისორმა როგორ დაგეგმა რომ ესე უნდა გქონდეს. იმიტომაც არის პორნოგრაფიას რო უყურებს ხალხი, მე ძალიან ძიმე სექსუალური გამოცდილებები რო აქვს, იმიტომ რომ იქ დადგმულია რაღაცეები. რეალობასთან არაფერი კავშირი შეიძლება საერთოდ არ გქონდეს. და ეს გონიათ მე რომ ეს არის. მუსიკაშიც ესეთი ქიმერებია. რაღაც აი მასწავლებელს რო კარგად მოусმენ და ჟიურის რო მოეწონები და ხუთიანებს რო მიიღებ და ქულებს რო მიიღებ და სტიპენდიას რო აიღებ, თურმე მე იქნები კარგი მუსიკოსი და ეგ არის ქიმერა. ეგ არის ზუსტად ის პორნოგრაფიასა და ნამდვილ სექსს შორის რა განსხვავებაც არის? ეგ განსხვავება არის ჟიურის მიერ მოწონებულ მუსიკოსსა და იმ მუსიკოს შორის, ვისაც ყავს აუდიტორია და პუბლიკა. აი ეს არის რაც მინდოდა მეთქვა და ეს ყველაფერი როგორ ვითარდება და გარემოს შექმნით. ჩვენ ყავს უდიდესი გენიოსი მე-20 საუკუნეში, კარლ როჯერსი, რომელმაც თქვა, ადამიანს არ ჭირდება დახმარება. ადამიანს ჭირდება გარემო, სადაც თვითონ დაეხმარება თავის თავს. ანუ ის იქნება საკუთარი თავის მასწავლებელი თვითონ. და კარგი მასწავლებელი ზუსტად აი ამ გარემოს ქმნის, სადაც მე შენ შეგიძლია იყოს შენი თავის მასწავლებელი და გიდი. აი ასე. პორნოგრაფია ძალიანაც კაია. კი, იქამდეა კარგი, სანამდე სახელი ქვია რა არის. მაგრამ თუ პორნოგრაფია სექსი გონია ადამიანს, მანდ უკვე ცუდია. იგივე არის ზუსტად ანალოგია, რაც მოვიყვანე. აბა ლამაზ დღეს გისურვებთ და თუ გაინტერესებთ ამ საკუთარი შინაგანი სამყაროს კარის შეღება, დაუკავშირდით ევრივეის, რა ვიცი, გნებავთ გასართობ ივენთებს, გნებავთ შემეცნებიც, გნებავთ სათავგადასავლოს და ასევე გვაქვს ხელოვნების მხარეც, რომელიც ნელ-ნელა ამოიწევს მუსიკალური საღამოები, სადაც თვით ჩაღრმავების მერე მხარდამჭერ და სასიამოვნო გარემოში ვიმპროვიზირებთ. არის სექსი არის, კაცო, პორნოგრაფია? ну, კარგი, სექსის ერთ-ერთი ნაწილია, მთლიანად ხო არ არის, მაშინ ეგრე გეტყვი. ოკეი, მოკლედ გარემოს შემოქმედება არის მასწავლებლის ნიშანი, რომ ის არის მასწავლებელი და არა ის, რომ თვითონ ასწავლიდეს რაღაცეებს. აბა ლამაზი დღე.